მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ხუთშაბათია 21 საათი და ეს არის მადის აღძვრელი პოდკასტი, როგორც ყოველთვის. მე აუცილებლად უნდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, დაალაიქოთ, დააკომენტაროთ, იყოთ ჩვენთან ერთად და მოკლედ იაქტიუროთ, რაც ყველაზე მთავარია. დღევანდელი ჩემი სტუმარი არის მარი ნაკანი. მარი, გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ დღეს ჩემთან ერთად. მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. და ნახოთ აბა როგორ წარიმართება ჩვენი შეხვედრა. ნახოთ. მანამდე, სანამ ვისაუბრებდეთ სხვა თემებზე, მინდა წარვადგინო ჩემი სპონსორი მეგობარი კომპანიები, ეს არის ბომბარი, პრემიუმ ხარისხი დამზადებული უშაქრო ფიტნეს შოკოლადები, დაბალი შაქარი, მაღალი ცილები და მოკლედ საღამოს თუ მოგვინდება რამე სნექი შეგვიძლია რომ მივირთვათ და სუპერმარკეტების ქსელი სპარი, რომელშიც შეგვიძლია რომ ბევრნაირი პროდუქტი აღმოვაჩინოთ, თან აქვე ახლომახლო ჩვენ სამეზობლოში და დღეს აქ წარმოდგენილია დოვადოს ფირმის ჩირეული, რომელიც არის ნატურალური, ვეგანური, 4 სახეობის აქვს და ასევე თუ კარგად წახემსება გვინდა, შეგვიძლია რომ ჩირიც მივირთვათ. მე ძალიან მიყვარს ჩირეული და ისეთი ბუნებრივი სნექია რა, რაღაც ისეთია. მე მიყვარს განსაკუთრებით ქლიავის ჩირი. და საჭველებში სხვათა შორის რაღაც კარგ გემოზე მიყავს. შენ რა სიტყვი? მეც მიყვარს ძალიან ჩირები ყველანაირი. ხო. ქართველების კულტურაში არის ჩირი და კი ბატონო და ხო, ნიშნავენია რომ ექსკლუზიურად სპარში შეგვიძლია შევიძინოთ ეს ჩირეული, მოკლედ. ხო, მოკლედ ჩემი ხო, ამ ყველაფერს დავაგემოვნებთ მე და მაინტერესებს შენი აზრიც. ჩემი პოდკასტის თემატიკიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სინჯავ ჩემი სტუმრის საყვარელ კერძს და მე ვსაუბრობ სხვა თემასთან დაკავშირებით და მოკლედ დღეს ეს პროდუქტი არის მაკარონი ყველით, რომელიც შენ აირჩე და გიყვარს და უკვე როგორც ვიცი, მოგვიტანეს. ნახოთ როგორია. მადლობა. თუმცა გამოვიდეთ. პასტამანიამ გამოგვიგზავნა დღეს ეს პასტა და პასტამანია მდებარეობს ბაზარი ორბელიანზე და შეგიძლიათ რომ მრავალფეროვანი პასტები დააგემონოთ. მე ძალიან მიყვარს მაკარონი. მეც მიყვარს. ხო, და ყველიც. კი. და მართლა სახური გემო აქ იცი რაღაცნაირი. ნახოთ აბა. მინდი აბა. გემრიელია. აი ყველი აქ. ხო. ძალიან კაია მართლა. აი ეგრევე წამოვიდა ჩემთვის, არ ვიცი შენთვის როგორ არის, თითქოს სახლში დამზადებული, სახურად მომზადებული მაკარონი ყველით. კი, გემრიელია და გონი კვერცხიცა აქვს. ხო, საერთო ჯამში ჩემს გემოვნებაში ძალიან ჯდება რა. მადლობა პასტამანიას. მადლობა. შენ თუ იცი პასტის მომზადება? ვიცი. სხვადასხვა სახეობის соусებს ურევ თუ როგორ უფრო? მეც ვაკეთებ და ჩემს შვილებს აღმოაჩნდათ. ძალიან კაი ნიჭი და მიკეთებენ, მანებიურებენ. მართლა? რა და რაც აი უფრო რას გიკეთებენ? პასტას ფანტასტიურად ესესვამენ. გემოებს რომ შეიძლება გაგიჟდე. კაი რა. და ეს ეხა გამოვლინდა რომ იციან თუ მე ვამზადებდი ბავშვობაში. მიყურებდნენ და ძალიან ბევრი კერძების გაკეთება ვიცი. მართლა? მეხერხება. თან ეხა კრეატიულ ადამიანს გონია რომ მომზადებაც კარგად უნდა რაღაც ჩააქსოვოს. ძალიან ბევრს ვაკეთებდი ხოლმე სხვადასხვანაირ სინთეზებს რომ მე თვითონ ვიფიქრებდი რა უნდა გამეკეთებინა და ესენი რომ მიყურებდნენ ჩემ ხელში ისწავლეს გაკეთება თვითონაც და ძალიან მაგრა აკეთებენ. ვა, ძალიან მაგარია და თან რო განებიურებენ და როცა უკვე ისე ხარ რომ აი გემრიელობებს იცი რომ მოგიტანენ, ძალიან კაია. ისეთი ხელი აქვთ რომ რა ვიცი. ნუ შენგან აქვს გენეტიკურად ხო, იგონებენ რაღაცებს. აი რა მოგიფიქრებია ესეთი მარტივი და საინტერესო რაც შეიძლება აღმოგიჩენია თან შენში. კარტოფილისგან ვაკეთებ ხოლმე ძალიან გემრიელ სადილს, რომელსაც თავისი სახეები აქვს და რაღაც ისე ვიგონებ, რომ გავდეს სახეებს, პორტრეტებს ყველით და ძალიან სახალისო გამოდის ხოლმე და გემრიელი.
რავი, ყველაფერი მეხერხება, ისეთი ხელი მაქვს რა ხაჭაპურსაც ვაცხობ. თერაპია არის შენთვის რაღაც მოწყენილობის დროს შეიძლება რომ გააკეთო საჭმელები. კი, საჭმელი ჩვენ გურმანები ვართ მთელი ოჯახი და ერთად ვიგონებთ ხოლმე სალათი, რამოდენიმე სხვადასხვა. ხო. კერძი ერთად. ცხარე გიყვარს? ძალიან. მართლა? გიждები. აი მექსიკური სამზარეულოდან აცები. მე საერთოდ ძალიან მიყვარს კერძები და მგონია რომ ქართულ სამზარეულოზე მაგარი, რა ვიცი, მე ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში, არაფერი არ. ჩვენ გვაქვს ფხალიც, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ხაჭაპურები, სხვადასხვანაირი, რა ვიცი, ხინკალი. ყველაფერი გვაქვს ძალიან გემრიელი რა. გოზინაყიდან დამთავრებული, ჩურჩხელით დაწყებული და ასე შემდეგ და მგონია რომ ქართული კერძი არის ერთ-ერთი ტოპ. თუ ყველაზე მაგარი არა სოფლიოში. აი მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მოგზაურობ, გიჭამია სხვა ქვეყნის სამზარეულო. ბევრს მოგზაურობ და ყველგან სინჯავ ხოლმე თითქმის ყველა ქვეყანაში ვიცი ის რაღაცა წერტილი, სად უნდა დააგემოვნო გემრიელი კერძი, მაგრამ ქართული არის ყველაზე მაგარი. ხო. ძალიან მართლა გამორჩეული გემოსია. ფაიმე ამას წინათ ეხა გამახსენდა. მე მგონი საფრანგეთში თუ რომელიღაც ქვეყანაში, მოკლედ private ის იყო რა, შეფი აკეთებდა. რაღაც პრინცისთვის თუ აი ვიღაცისთვის აკეთებდნენ ძალიან ესეთი ფიგურისთვის სადილს რა და უცებ გავიხედე და აკეთებს, აქეთ ხაჭაპური, იქით გებჟალია და ეხა გუშ და მარტო ვიყავი და ეხა ის მომენტი გამახსენდა სკროლ და აუ ამას რა ელოდება მეთქი ალბათ გამოშტერდება რომ ეხა შეიძლება გაგონილი აქვს რაღაც ევროპული რაღაც ესეთი კერძები და ეხა ქართული ჩვენი აი ვიღაცა ეგეთ იმას აი ძალიან მე მგონი აზიელი იყო მოკლედ ისეთ იმას აკეთებდნენ ქართულ სამზარეულოს მართლა ეროვნულს რომ მეთქი რა გემოების ტრიალი და როგორი საოცრებები ელის მართლა აი ჯერ აზრზეც არ არის თქო და ქართულს არაფერი არ ჯობია ხო მართლა და ეს არ არის მარტო ჩვენგან აღიარება ბევრისგან რა თქმა უნდა იმიტომ რომ მართლა მაგარია და მე მგონია რომ ისეთი დაფასება ჯერ კიდე არ არის გატანილი ისე მაგრამ პატარ-პატარა რესტორნები ყველგან მაინც მეტნაკლებად არის. თუმცა უფრო უნდა იყოს ყველი გვაქვს ჯერ მარტო რამდენნაირი. მაგრამ ხა ბევრმა ემიგრანტმაც ხო გახსნა საზღვარგარეთ და რაღაცა და ამერიკაში რამდენია ჯერ მარტო. მინდა რომ ჩვენ ემიგრანტებს უსურვო რომ რაც შეიძლება უფრო წარმატებული ქონდეთ კარიერა ამ დარგში, იმიტომ რომ არ არის ადვილი. საზღვარგარეთ რომ მოიკიდო ფეხი და ბიზნესი მართო. და რომც მოიკიდო და კარგად იყო, მაინც შენ ქვეყნისგან შორს რო ცხოვრობ, რაც უნდა კარგად იყო, ძალიან რთულია რა ეს ასე რომ გულშემატკივრობთ ყველას. მოკითხვა აქედან. ხო. ალბათ როგორ ენატრებათ ხოლმე, ჯერ მარტო ტყემალი. ხო. რა მაგარი პროდუქტია რა? ხო, აი როგორი. ძალიან. არ არის ჩვეულებრივი კეჩუბი ან რაღაცა. ფანტასტიკაა. და რამდენნაირი. და ჯანსაღია თან. ფხალეული ხო, ძალიან მიყვარს. ყველანაირი. ჯანსაღია. კი. აი, და კიდე რა არის ნახე გამორჩეული, აი ადამიანები, აი შენი პროფესიის მიხედვით რომ ვისაუბროთ ახლა მაგალითად, რომ აი რას არ უღებენ, ხო, ბუნებას, ადამიანს, იქ რაღაცა და აი საჭმელიც არის ერთ-ერთი ის, რომლის მიმართულებაც ცალკე არის ასევე გამოყოფილი, ხო, აი food photography-ას გულისხმობ, რომ აი ცალკე შეიძლება ადამიანი იყოს რომ ფოტოგრაფი ვარ და აი ამ მიმართულებით ვმუშაობ ხო იმდენად ლამაზი და ესეთი იცი როგორი მოთხოვნადია ძალიან ეხა მით უმეტეს ხო ძალიან და აი ამ ხრივაც მითხარია შენ თუ უღებ ხოლმე ფოტოებს მე ძირითადად ვასწავლე ხოლმე ვორქშოპებზე ეხლაც მაქვს ძალიან მაგარი ვორქშოპი როგორ უნდა გადაიღო პროდუქტი მაგას აქვს ცალკე სპეციფიკა და ჭირდება მასწავლებელი, იმიტომ რომ ახლა თავიდან შენით რო აკეთებ, ბევრი ისეთი ნიუანსი შეიძლება არ იცოდე და ხო, მასწავლე ამას კი. და აი შენ შეფასებაზე რას ვიტყვი, როდესაც აი საჭმელს უღებ ფოტოს და რამდენად ისეთი გამოდის. იცი რა, ყოველთვის უნდა იყოს ახალი და ადვილი არ არის გადაღება, იმიტომ რომ ფოთოლიც კი რომ მოჭკნეს ცოტათი ან ოხშივარი რო არ ასწიოდეს, ისეთი მადის აღმძვრელი აღარ არის. შესაბამისად ყოველთვის უნდა იცოდე რა დროს გადაიღო, როგორი განათებით, რომ ფერიც არ კონდეს შეცვლილი პროდუქტს, იმიტომ რომ ადამიანმა ფსიქოლოგიურად იცის ყველა ფერი რა უნდა იყოს და
მაგალითად იგივე პომიდორს ან თუნდაც ხინკალს რო ავიღოთ, ნაცრისფერი არ უნდა დაკრავდეს, ხო, უნდა იყოს თეთრი, უნდა იყოს ბუთქუნა. იქ ლუდს თუ იღებთ სპეციალური რაღაცები არსებობს, რომ კაფე უფრო გამოაჩინოს და კი. ხელოვნებაა ძალიან დიდი და ხო. სერიოზული. ძალიან ისეთია. და ამ ბოლო დროს საქართველოშიც კიდევ უფრო ფეხი მოიკიდა ამ მიმართულების ფოტოგრაფიამ. კი, ძალიან მოთხოვნადია. ხო, შენთან მოდიან ხშირად, რა ეს კონკრეტული მიმართულება კი, მოდიან, ახლა მე ინსტალოგიის კურსი მაქვს მთელი. სადაც ვასწავლი მობილურით როგორ უნდა გადავიყოს ეს ყველაფერი და იმასაც თავისი სქემები აქვს. ხო, აი მობილურით უფრო აი ალბათ კონტენტს როცა ქმნი მარტივად, უფრო კი, კონტენტია დღეს ყველაფერი, ახლა ინსტაგრამი თუ არა გაქვს. ხო. დღეს აბსოლუტურად ყველა ბრენდს და კომპანიას აინტერესებს შენი პორტფოლიო და როგორ გაქვს გამართული შენი კონტენტი, ამიტომ მნიშვნელოვანია და თუმცა ფოტოაპარატი თვითონ როდის არის მაშინ მნიშვნელოვანი რო კონდეს. ჟურნალში როცა იბეჭდება და უშუალოდ პრინტი რომ უნდა იყოს ძალიან გაშლილი ან ბილბორდებისთვის მაგალითად და მაგას სხვა სპეციფიკა აქვს, მაგრამ კონტენტისთვის და ინსტაგრამისთვის მობილური საუბრებით საკმარისია დღეს. ნელ-ნელა სხვა თემებზეც რო გადავიდეთ, აი ბავშვობაზეც რაც ვილაპარაკეთ, აი პარალელურ რო გავავლოთ, შენი ბავშვობა რამდენად ახდენს გავლენას შენს აწმყოზე, აი ზოგადად აწმყოზე რამდენად გავლენა აქვს მოხდენილი. მე ბავშვობაში ყველა ადამიანი ჩემ გარშემო ვინც იყო ხელოვანები იყვნენ, გამზარდეს ხელოვანებმა, ამიტომ ჩემი ცხოვრება იყო ძალიან მრავალფეროვანი და განსხვავებული. ახალ წელსაც ნაძვის ხეებს არ ვდგავდით ხოლმე, ისეც როგორც კლასიკურად არის, ვიგონებდით მე და ბაბუა, ერთად სხვადასხვანაირი ფორმის ნაძვის ხეს იმის მიხედვით, რა ჰოროსკოპიც იყო რა მამლისი შემოდიოდა, ხო. ხო, სახალისო მქონდა, მამა პოეტი იყო, დედა კინორეჟისორი. ბებია ბაბუა არქიტექტორები და ყოველთვის სახლში იყო შემოქმედებითი წვა, ამიტომ რაღაცნაირი კინემატოგრაფიული ბავშვობა მაქვს. ხო, მე იცი რა მიმართულებით გეუბნები, აი როგორც აღზრდა, განათლება, შეხედულებები, ცოტა რაღაც შეიძლება სტრესი ან უფრო თამამი, აი ეს ყველაფერი შენს აწმყოზე. მე იცი, აი ბებია და ბაბუა მზრდიან, მე ძირითადად ბებია და ბაბუა მზრდიდა, იმიტომ რომ მშობლები დაშორებულები იყვნენ, დედა მუშაობდა და მე ისეთი ფანტასტიკური მშობლები მყავდა, როგორც ბებიის და ბაბუის სახით. სულ ჩემთან ერთად იყვნენ, მეთამაშებოდნენ ჭადრაკს, ნარდს. ბებია მითოლოგიაზე მიხსნიდა ხოლმე ლექციებს და ძალიან დიდი განათლება მომწეს. ძირითადად, რასაც ვაკეთებდი, ბარბი არ მყავდა ხოლმე, ძალიან სიღარიბეში მომიწია გაზრდა და მაგრამ მქონდა დიდი ბიბლიოთეკა. და მქონდა ხოლმე ესეთი მკვდარი საათი ერქვა. დავსხდებოდით ერთად მე, ბაბუა და ბებია და ვკითხულობდით წიგნებს. და წიგნები ძალიან მიყვარდა, აი მართლა ძალიან კარგი განათლება მომცა ჩემმა ოჯახმა, ასე რომ ვერაფერს ვერ დავიწუწუნებ პირიქით. იყვნენ ცოტა მკაცრები, აი სწავლაში და აი ამ იცი რა, მე იმდენად მორჩილი ბავშვი ვიყავი და ბეჯითი. თან დედის ერთა ვიყავი და თან მამა ჩემი წავიდა აფხაზეთის ომში როგორც ექიმი და სულ მენატრებოდა და მეგონა რომ რაც უფრო კარგად ვისწავლი და რაც უფრო წარჩინებული ვიქნები, მამას უფრო გავახარებ რა რაღაცნაირად მიუძღვენი ჩემი თავი იმას, რომ ჩემი გამზრდელები გამეხარებინა, ამიტომ მე ამჭირდებოდა სიმკაცრე. თან ბალეტის სკოლაში ვსწავლობდი. ძალიან ბევრს ცეკვავდი, ვარჯიშობდი. თვინიერი ბავშვი ვიყავი, ესეთი მორჩილი და ბეჯითი. და სულ ესე გაგრძელდი, სულ მე რაღაცა პერიოდი ცოტა უფრო 18 წლიდან სამხატვრო აკადემიაში რო ჩავაბარე, მე უფცებ მომინდა რომ ვიყოფილიყავი ცოტა რებელა ბავშვი და მე ამბოხე. და რა ვიცი, თან უსმენდი ხოლმე პროდიჯის, კურტ კობეინს, ნირვანა ძალიან მიყვარდა. და ამან რაღაც გავლენა იქონია იმაზე, რომ თუნდაც ჩემს ფოტოგრაფიაში გამომეხატა თავი როგორც ესეთი თავისუფლად მოაზროვნე ადამიანმა.
ხო და ამან მე არ გამოიწვია თქვათ ოჯახის მხრიდან ცოტა ყოველთვის ხელს შეწყობა მქონდა ხელს მიწყობდნენ ყველაფერში რომ ყოფილიყავი თავისუფალი ერთადერთი ის იყო რომ ცოტა ნაადრევად გავთხოვდი რა და ეგ რა თქმა უნდა ოჯახს ისე ძალიან არ უხაროდა, მაგრამ ხელი არ შეუშლიათ. აი თუნდაც ჯეობაშიც რომ მიიღე მონაწილეობა, ხო ხვდები ისეთი დრო იყო, რომ თან ყველაფერს თავი დავანებოთ, ის პროექტი რომ დაიწყო, ძალიან ხმამაღალი განაცხადი იყო. და თან შენ ბავშვი რომ მოდით აი თვინიერი იყავი, რაღაც ბეჯითი და უცებ მანდ რომ მოხვდი, აი მათი მხრიდან რა რეაქცია იყო? არანაირად, ეხლა მანდ ეხლა კრიმინალი ხო არ იყო რეალიტეტი. არა, ხო ხვდები რა მიმართულებითაც ვამბობ, რომ აი მაინც მიწყობდნენ მე კედლებზე ვხატავდი ბავშვობიდან სახში და უარი მაგაზეც არ უთქვამთ პირიქით, რაც უფრო ექსპრესიულად ჩემ თავს გამოვხატავდი, რადგან ხელოვანები იყვნენ, ხელს მიწყობდნენ და სიმკაცრე და ის არ მქონია. ერთადერთი იყო ის, რომ გერმანელი იყო პაპუა ჩემი და თხოვდა დისციპლინას. გაწერილი მქონდა გრაფიკი, როდის უნდა მევარჯიშა, როდის წიგნი წამეკითხა, როდის დიქტანტი დამეწერა, ლექსი დამეზუთხა და აი ამ გრაფიკში ვჯდებოდი და ხო. რა ვიცი, მეტნაკლებად კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ბავშვი უნდა აღიზარდოს და რაღაც გარკვეული ჩარჩო აუცილებელია, რომ მიეჩვიოს შრომას და დისციპლინას. ხო, და შენც ალბათ გამოიყენე ეს მეთოდები ალბათ შენი შვილების აღზრდისას? კი, მე საკმაოდ ისეთი მშობელი ვარ, თავის დროზე არც სიმკაცრე მომი კლია, თუმცა მგონია, რომ იაპონელები როგორც ზრდიან, ჯობიერ ნაკლები იყოს სიმკაცრე, მაგრამ რა ვიცი. ძალიან ისეთია რა, ეგ საკითხის ფაქიზი საკითხია. ძალიან. დღეისობით უფრო კარგი მეთოდები არსებობს, ფსიქოლოგიაც უფრო განვითარებულია და მეც რადგან პატარა მშობელი ვიყავი, მეშინო და რამე არ შემშლოდა და არ არის მშობლობა ადვილი პროფესია, ასე რომ ვთქვათ, ასე რომ თუმცა აი დღეს მე მგონია, რომ გაამართლა ჩემო მშობლობამ, იმიტომ რომ დღეს ძალიან ზრდილობიანი, მშრომელი კულტურული, ზრუნველი, თბილი შვილები მყავს. ან გამიმართლა, ან ნაწილობრივ არის იმის დამსახურება, რომ მე თვითონ გავზარდე. არ მყოლია ძიძა. სულ ჩემთან ერთად იყვნენ ხოლმე გადაღებებს უყურებდნენ. ხო. გადასაღებ მოედანზე გაიზარდნენ და ხედავდნენ, რომ ფუტკარივით ვშრომობ მთელი ცხოვრება და თვითონაც არიან ძალიან მშრომელები. მე მგონია, რომ რაღაც პერიოდი მოვა, შეიძლება თავისი რაღაც პატარა ის გახსნან. ყვების ცენტრი, იმიტომ რომ ისე არიან ქართულები ამ იმაში. ძალიან მაგრა გამოსდით, აი გაოცებული ვარ. ესე ცალკე ასად არ უსწავლია? სწავლობს, უფროსი სწავლობს თავისუფალში კულინარიას და პატარა ეტყობა რომ უყურებს ხოლმე რეებს, აკეთებს, თვითონაც იმეორებს. თან ახლა დღეს უკვე ბავშვები YouTube-ზე სწავლობენ ძალიან ბევრ რაღაცას და ხელმისაწვდომია და თუ აქვთ ეს რაღაც მიდრეკილება, შეუძლიათ ინტერნეტსაც ისწავლონ. კი. ინტერნეტით ძალიან ბევრი სწავლობს ყველაფერს. იმდენი მასალაა და ისე დღესდღეობით აი ბავშვის აღზრდას რო დაუბრუნდეთ, ბევრი ამბობს აი ფსიქოლოგები, რომ აი ხო სიმკაცრე დიდად არ გამოიჩინო, რაღაცა რო არ უნდა გამოიჩინო, არა. მე პატარა ვიყავი და მაშინ ახლა 20 წლისას ხო, თუმცა რაღაც არ ვიცოდი. ბალანსი არ უნდა დაკარგო, რომ აი რაღაც ძალიან თავხედობაში არ გადავიდეს, რომ არ ჩემი აზრით რა, რომ არ ეგონოს, რომ გარკვეული რეჟიმი კარგია. ხო, აი ძალიან უქროს შუალედი. მაგრამ საზღვრები არ უნდა დაურღვიო ბავშვს და უნდა აგრძნობინო, რომ პიროვნებაა. და მე ალბათ მეგობრული დამოკიდებულება, რადგან მქონდა მთელი ცხოვრება და რჩევასაც ვაკითხებოდი, აზრსაც. ამიტომ ძალიან მეგობრული გარემო გვაქვს სახში და ჩემი ყველაზე ძვირფასი მეგობრები არიან. ხო, ძალიან მაგარია, როცა ეგეთი კარგი ახლო ურთიერთობა გვაქვს. ახლო ურთიერთობა გვაქვს, ვაწყობთ ხოლმე სხვადასხვა ფესტივალებს, კერძებს ერთმანეთს უსინჯავთ ხოლმე. რაღაც კონკურსებს ვაწყობთ, ჯილდოებს ვიგონებთ და სახალისო ცხოვრება გვაქვს ძალიან. სამი გოგო ვართ, რომელსაც გვიყვარს საჭმელების კეთება და ნაყინებსაც ვაკეთებთ ხანდახან ჩვენით და ნამცხრებს სხვადასხვანაირს. ვა, მოკლედ არ იწყენთ თქვენ სახლში, როცა საქმე არ გელევათ. იტალიური ოჯახი გვაქვს. ხო, ძალიან კარგია, რომ რაღაცა ისე შეხმატკილებულად ერთ საქმეში რაღაცა დროს ერთად ერთი გააკეთებს რამეს, მე შუა დღისით მე ვაკეთებ საღამოს, მესამე გააკეთებს და ესე ვართ რა, ერთმანეთს ვენაცვლებით.
სადილების და საუზმის კეთებაში. ეხლა ალბათ ბოლო შენი ამბებიდან გამომდინარე უფრო მეტად გივლიან და ისე არიან არა? აი ვერ წარმოგიდგენია მე 10 კილო მოვიმატე. სტრესის ფონზე არ ვიყავი კარგად და სულ ჭამდი და ესენის მანებიურებდა და მოქონდათ სხვათა შორის აი ეს ლანგარით დილაობით მიგაკუნევდნენ შემოქონდათ დედოფალივით მივლიდნენ ჩემი გოგოები კიდე გადამატანინეს პერიოდი. ძალიან მაგარია. ძალიან ძიმე პერიოდი მქონდა და სტრესის ფონზე ანუ სტრესის ფონზე შეგიძლია ჭამა ამ შემთხვევაში აი რა მე ეგეთი ის მაქვს რომ ემოციების ფონზე უფრო მეც კომპულსიურად მივირთმევ და წონა ძალიან გამექცა, მაგრამ ეხლა ვაპირებ ისევ დავიწყო ვარჯიში და ჩავდგე ჩვეულ ფორმაში. როგორ ხარ ეხლა? უკეთესად ვარ. ძალიან დამეხმარა ჩემი აუდიტორია. წერდნენ წერილებს, მამხნევებდნენ, ისეთი გულის ამაჩუყებელია ხოლმე ფეხით რო სეირნობ. აბსოლუტურად მოულოდნელად ესეთი უცხო ადამიანები მოდიან, მეხუტებიან, მამხნევებენ. კაი რა. ხო იმ დღეს ვიყავი კიდე ერთ-ერთ კაფეში და მოლარემ მეკპატიშებთ დღეს შემდგას და ის რაღაც გულის ამაჩუყებელი ავტობუსშიც დავდივარ საზოგადო ტრანსპორტით ბევრს და ცნობენ ხოლმე მეხუტებიან და მქომაგობენ და ქართველებს ძალიან გვაქვს ეს რაღაც თბილი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ და გამტანობა და თან ქალები თავის სოლიდარობას გამოხატავენ, წერენ წერილებს და მეტნაკლებად გადავიტანე, თუმცა რაღაცა პერიოდი მაინც მომიწია ფსიქოლოგებთან გავლა ამ ყველაფრის და დავდექი ფეხზე. ხო, ყველაფერს გადაიტანს ადამიანი, ხო იცი? ხო, რაც არ კლავს გაძლიერებს კი. მაგრამ ნუ ზართული. და იცი რა მაინტერესებს, აი ხა მესმის ესენი ხო არა ვალაგოთ მე ჩემი პერფექციონი მის მგონია რომ აგერ დავიდებ, всё. ხო. გავასწავე. იცი რა, ბევრგან იყავი და ისაუბრე შენი და შენი მეგობრის ამბავზე, ხო, მაგრამ აი ხლა იცი რა კუთხით მინდა, რომ აი რაღაცა დავააპდეითოთ საზოგადოება, თუ შეიძლება, აი ხლა რა ხდება და თქვა თუ იყო კომუნიკაცია ბოლოს, როდის იყო და არ მოვატყუებ ჩემს მაყურებელს, დაიწყო უკვე აქტიური მიმოწერები. ხო და მგონია რომ შეიძლება დღის ბოლოს შევრიგდეთ, არ ვიცი. აჰა, ანუ დღევანდელი დღის ბოლოს ამბობ? არა. In the end of the day. Okay. ხო, ეს როდიდან დაიწყო აქტიურობა? აი რაღაც რომ მივხვდა რომ უკეთესად ვარ და მუშაობ ჩემ თავზე. იცი რა ჩვენ ძალიან დიდი მეგობრები ვართ. და აი ამ მეგობრობამ მაინც თავისი გაიტანა, ძალიან რთულია მეგობრის დაკარგვა. ხო და როცა მეგობრულად უდგებით ერთმანეთს, მე რაღაცების პატიებად შეიძლება. ისე ის ეხა ბევრგან რო იყავი და საუბრობდი ამ თემებზე, ისედაც შენ სოციალურ ქსელში არ უთქვამს. მასე იმოქმედა რა თქმა უნდა. ხო. ან არ უთქვამს რატო ლაპარაკობ ამდენსო ჩვენზეო? უთქვამს. კი. პროვალაგებ ყველაფერს. მე ძალიან ისეთი ტიპი ვარ, მიყვარს სისუფთავა და წესრიგი ხო. სახში იცი როგორ მაქვს. ყველაფერი დაწკრიალებული და ძალიან ლამაზი საყვარელი სახლი მაქვს, სადაც ყველაფერი არის თეთრი. კატებიც ფუმფულა თეთრი კატები მყავს, ფარდებიც ყველაფერი თეთრი, ძალიან ბევრი მცენარე მაქვს სახში, მცენარეების მორწყვა და მათთან ლაპარაკი მიყვარს და სახში რო შემოხვიდე, გეგონება პატარა ჯუნგლია. სხვათა შორის სოფელში ჩემი მეზობელი ერთი ქალბატონი და ბავშვობაში ყოველთვის მეუბნებოდა, მასაც ძალიან უყვარს მცენარეები, რომ სულ უნდა ელაპარაკო, იმიტომ რომ მცენარეს უნდა ელაპარაკო. აი დილამშვიდობის გამარჯობა მცენარეები ყვავილები. წარმოიდგინე მე მაქვს ესეთი ერთი მცენარე, რომელსაც ქვია დრამაქვინი. რო ეხები და ის რა ქვია ის. რო არ ელაპარაკები, რო არ მორწყა, რო არ მოეფერო, იწყეს და ესე თავს ხრის. აი პირდაპირ მართლა ცოცხალი არსებები ვით არიან და არიან კიდევაც ცოცხალი არსებები. მე იცი რომ მე მქონდა სახელი დამავიწყდა, არ მახსოვს ახლა რა ქვია. ხელს რო შეახებ და რო ფოთლები რო იკუმშება, ხო? აუ რა ერქვა დამავიწყდა ეგ მაჩუქა, მაგ ჩემო მეზობელმა სოფელში ბავშვობაში და ისე მიყვარდა და ვეძებდი იმ დღეს ინტერნეტში, აი რაღა იმ დღეს შარშან და სახელი დამავიწყდა და ძალიან მინდა რომ სახლში მოვიყვანო. მართლა და რა ქვია? რაღაცა მურცხვი რაღაცა ქვია, აი ძალიან საყვარელია. ძალიან საყვარლები არიან, საერთოდ ბუნება არის ერთ-ერთი ყველაზე გადამრჩენელი იმ პერიოდში, ცოდათ რო ვიყავი სვანეთში წავედი.
ორი კვირა ვიყავი მთებში, ვიჯექი, ვუყურებდი მთებს და ისე დამაწყნარა, ისე დამამშვიდა, ისე მიზრუნა ჩემზე ბუნებამ, რომ უყურებ სხვა არის მაინც ჰორიზონტს და აი ამ ხელა მთები გო. საერთოდ როგორი განებივრებულები ვართ ქართველები კლდეებით და მთებით. ძალიან. შეგიძლია გაიხედო, სადაც არ უნდა იყო. დაინახო კავკასიონი და ბუნება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემ ცხოვრებაში პირადად. ხო და ესეთ დროს, როდესაც თან ცოტა სირთულეებს გადიხარ, ძალიან კიდე გეხმარება ადამიანებთან ტყეში გაისეირნო. ელაპარაკო, ჩაეხუტო ხეს, მიიღო მისგან ენერგეტიკა. მაგიტომაც არის რომ ბევრი გადადის მე ხა სოფელში, ბევრი სახლში შენებს ქალაქგარეთ. სიამოვნებით გადავიდოდი ქალაქგარეთ, მექნებოდა ჩემი სახელოსნო. სხვათა შორის მიწა ვიყიდე. აი მე მგონია რომ გადახვალ შეიძლება გადავიდე ჩემი საკუთარი ბაღი მექნება, მწვანილებსაც დაორგავ, პომიდორსაც, მარწყვლსაც, ლიმონის ხე მინდა მქონდეს ჩემი. მცენარეები ისე მიყვარს, მე ბაღს ალბათ მოული. რაღაც პერიოდში წავალ. და თან ფსიქოლოგიურადაც დადებითად მოქმედებს დადებითად. საქანელა რო გაქვს შენ პატარა ბაღში და წიგნს რო კითხულობ, მაგაზე დიდი კომფორტი რა არის. ძალიან მაგარია. მოგინდა. ცაკაია. ხო და შეიძლება ვთქვი დაუბრუნდები იმ თემას, ანუ გეუნებოდა რომ ხო არ თქვა, მაგრამ ხო და მოკლედ მე გისურვებ რომ ეს ყველაფერი happy end-ით დასრულდეს და იცი რა მაინტერესებს ისე გონია რომ მაყურებელსაც ძალიან გაუხარდება. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველა გულშემატკივროს მე რაც მინახავს ეს სოციალური ქსელითაც და რაღაცა შენი ნათქვამითაც მართლაც ეგრეა და ცოლი მარინაკანი როგორია ისე ხო? ეგეც საინტერესოა. მე ძალიან მზრუნველი ვარ. ზოგადად ჰუმანური ტიპი ვარ და მიყვარს ადამიანები, ცხოველები, ბუნება, ამიტომ ისეთი ვარ. როგორ თქვა, მე საერთოდ ბებიაზე ძალიან ვზრუნავდი. ჩემ დიდი ბებიაზე ვზრუნავდი. ჯერ კიდევ, რა ვიცი, 7 წლის, 8 წლის რო ვიყავი ხოლმე, ვაჭრიდი ფრჩხილებს, მანიკურებს უკეთებდით, მევსაც მევჭრიდი, ვაც მევდი, ვასეირნებდი პარკებში და ჩემთვის ზრუნვა არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ღირებულება, რაც გამაჩნია და ამიტომ ზრუნვა მიყვარს. თქვათ იგივე როგორც კერძის გაკეთება, მასაჟების კეთება, ყველაფერი შემიძლია ძალიან მაგრად, ძალიან მაღალ დონეზე ვიძახი სპეციალისტი ვარ მართლა მაგაში და ვაფუფუნებ ჩემ ოჯახის წევრებს, რა თქმა უნდა, მიყვარს, როცა ვიცი, რომ კარგად არიან და ბუდე გვაქვს ჩვენი და რაღაცა ისეთი კერა, თბილი, კომფორტული. ოჯახის წევრზე უფრო ვინ შეიძლება რომ გიყვარდეს, ხო? ესენი არიან ადამიანები, ვინც მთელი შენი ცხოვრება შენ გვერდში არიან და გიდგანან და ხარს გიჭერენ. სხვათა შორის გიორგი ძალიან კაი მეუღლე. ისეთი ურთიერთობა კატებსაც ძალიან უვლის. ბანს, ვარცხნის, ელოლიავება, ზოგადად ჩვენ ისეთი შემოქმედებითი ემოციონალი ტიპები ვართ და ვგრძნობთ ერთმანეთს და სენსიტიურები ვართ, ასე რომ თქვა რა, ვიღაცისთვის თუ შეიძლება 10 იყოს სკალა ემოციური, ჩემი არის ხოლმე 100 და ყველაფერს ძალიან განვიცდი და ამ განცდაში არ გულისხმობ უბრალოდ მარტო მძიმე ემოციებს, ხო, სიყვარულის და ეიფორიის და სიცოცხლის, წყურვილის და სიხარულის ემოციებიც მაღალ სკალაზე მაქვს ყოველთვის და ამიტომ ისეთი მოსიყვარული ადამიანი ვარ. ცივი ნამდვილად არ ვარ. ხო. თუმცა აი შენ გითქვამს რომ რაღაც მომენტებში იყო რომ აი ხა ის ბოლო პერიოდში ის რაღაც ვთქვათ სახლში რო ვიყავი ეგ არ მოწონდა მე ვთქვათ საქმიანი გავხდი ეგ არა რაღაცა იყო. მაგას უნდა რომ ყველაფერში ის იყო რა. ყველაფერში კი. რთულია, როცა კარიერისტი ხარ, მაშინ სახლში ვეღარ აკლებ შენს ენერგიას, ხო? რთულია რომ იყო 10 ქალი ერთში. მაგრამ ეგეც გასაგებია პრინციპში, რომ ყველაფერი უნდა ხოლმე ადამიანს და ხო. ხო, მე მგონია რომ რაღაცები ხანდახან ხა ამდენი წელი ერთად როცა ხართ წყვილი, შეიძლება უცებ რაღაცა მოხდეს, იჩხუბო რაღაც და მე ბოლოს თუ სულით ძალიან ერთნი ხართ. მე მაინც ერთმანეთისკენ მიზიდულობა იმარჯვებს. იწყება ხო და ქიმია, თან ახლა გაზაფხული მოდის და რაღაცა პატარა ისეთი პეპლებიც უკვე შემოფრინდნენ და ნახოთ რა იქნება, არ ვიცი, ნამდვილად წინასწარ ვერ ვიტყვი. მაგრამ მე ღია ვარ. აი ის ადამიანები, ვინც ახლა შეიძლება ესეთ ეტაპს გადიან, შენ რას ურჩევდი, როგორ გადაიტანონ ეს რთული პერიოდი? ბუნება,
პირველ რიგში. სუნთქვა ძალიან მნიშვნელოვანია, ხანდახან დავპაუზდეთ და არ ავყვაჩფოც. პატარა ძუნძული რო შეაპაროს ადამიანმა ცუდი არ იქნებოდა. ეხა გულის კუნთისთვის რთულია ეგრევე სირბილი დაიწყო, მაგრამ ჯანსაღ ვარჯიშს მოაქვს აი ჰორმონები, ენდორფინი, დოფამინი, ეს სირბილის დროს ძალიან კარგად მშველის. მე პირადად ეხა დავიწყე ვარჯიში, მიჭირს, ძალიან მიჭირს, იმიტომ რომ წონაში მომატებული ვარ და ჩვეულ იმაში არ არის ჩემი კარდიო, მაგრამ დამეხმარა იცი ვარჯიში. ამიწია რა თქმა უნდა. მეტნაკლებად და ახლა ყველაფერი ბიოლოგიიდან გამომდინარეობს, ხო, ანუ ბიოქიმია დღეს ყველაფერი და რაზეც იციან და წაკითხული აქვთ, რომ აი ეს არის ჯანსაღი, დაწყებული ძილის რეჟიმი, არ ვიქნები პირველი, ვინც ამას ამბობს, ძილი ძალიან არეგულირებს ყველაფერს, ხანდახან საჭიროა დაისვენო, დაამშვიდო გონება და მისცე შესაძლებლობა რომ აიღოს პაუზა და ცოტა ხანი გათიშო წინ. ცოტა ხანი გათიშო კი ბატონო. და იცი რა მითხარი მარია, აი თქვენში აი რამე იყო კონკრეტული თემა რის გამოც აი უცებ მოხდა თუ აი არა უცებ არ მომხდა რა. ეს ამ ყველაფრის დინამიკა დაიწყო აქციებიდან. აი მაგ დროს მე ძალიან ამოვარდი კალაპოტიდან და ჩემზე ძალიან მოქმედებდა ეს ყველაფერი, ნერვიული რყევები მქონდა, სტრესი მქონდა და ბოლოს უკვე ფსიქოსში გადამივიდა და ამ ყველაფერმა ნელ-ნელა შეარყია სხვადასხვა ნიუანსები. ისე იყო რომ მენტალურად ძალიან გამიჭირდა, იცი, ვერ გადავიტანე ფრუსტრაცია დამემართა და მე უკვე დავიწყე აი როგორ იცი, თითქოს რომ აი ამოვარდები თლიანად და მე უკვე გაღიზიანებაც მეტი, გაკ შფოთიც მეტი, გაკ დაკარგული ხარ. საერთოდ რაც ხდება ახლა დღეს ქვეყანაში, მე მგონი ყოველ მეორეს რაღაც დეპრესია აქვს, რაღაც ეგეთი და თლად ისეთი მდგომარეობა არ აქვს კოლექტიურად, ძალიან დაიჭრუნა ხალხი და სოფლიოშიც ძალიან ზოგადადაც ხო. სოფლიო რა თქმა უნდა და რაღაცნაირ სიხშირეზე გადავდივართ, გამძლეობა გვჭირდება ადამიანებს. ზოგადად ადამიანი რო იყო უკვე არ არის ადვილი, ხო? არა, ხო. იმიტომ რომ არ იცი რა იქნება ხვალ, ვიცით რომ უეჭველი ერთჩვენიერ დღესაც აღარ ვიქნებით და სევდიანია ეს ეგზისტენციალური კრიზისი და ასე შემდეგ ყველას გვაქვს და განმარტოვება და ასე შემდეგ და რა ვიცი, ყოველ ცოცხალ არსებას მინდა უსურვო გამხნევება და სიკეთე და სიყვარული რა. ძალიან რთული არის დღესდღეობით ცხოვრება ამ პლანეტაზე და რაღაცნაირად ჩვენ თუ არ გავაძლიერეთ ლოცვები და არ ვიყავით ერთმანეთის მიმართ ცოტათი მაინც უფრო როგორ თქვა, მობიერი. ერთმანეთს თუ არ გაუფრთხილდით, იქ რაღაცა მომენტში თუ არ ვისწავლეთ პაუზის აღება, ძალიან გვიჭირს დღეს კაცობრიობას და არ ვიცით სად მივდივართ და რწმენა მშველის მე პირადად სულ მაწყარებს ხოლმე რაც არ უნდა მოხდეს, რომ ვლოცულობ და რაღაცნაირად განმარტოვდები ხოლმე, მე შემომდის ისევ სისავსე და სიყვარული და ხარ რელიგიური? კი, რელიგიური ვარ. ხშირად ხარ ეკლესიაში თუ უფრო შენთვის ვთქვათ? არა, ეკლესიაში ხშირად არ დავდივარ, მე უფრო ჩემი რაღაც მიდგომები მაქვს და სახლში მირჩევნია ხოლმე დავანთო სანთელი და სიმარტოვეში ვეჩურჩულო უფალს. თუმცა მონასტერში წასვლა მიყვარს ხოლმე რაღაცნაირი სხვანაირი აურა დგას იქ და კედლებში. გრძნო უფრო სხვა ენერგეტიკა ამდენი ხატის გარშემო მიყვარს კი. ბავშვობიდან მორწმუნე ტიპი ვარ და ეგ მაძლიერებს. აი საზოგადოების ყველაზე მეტად რა აზრი გაღიზიანებს ხოლმე არა შეხედულება? მე ისეთი მიჩვეული ვარ, რომ საზოგადოებისთვის მიუღებელი პიროვნება ვარ. რომ არაფერიც აღარ მაღიზიანებს პირიქით. მესმის მათი. ზოგი ადამიანი არ არის ჯერ მისული იმ სიხშირეზე, რომ მიმღებლობა ქონდეს რა და ამიტომ ეს კრიტიკა დაცინვა მათ ეხმარებათ, რომ გამოავლინონ თავიანთივე ჭრთილი და ხასიათის დეფექტი. ამიტომ მესმის მათი და არ გამში და არც ვკითხულობ ხოლმე სიმართლე გითხრა კომენტარებს. ისეთი შეგუებული და მიჩვეული ვარ მაგ ყველაფერს. ახლა მე შენ თქმისა არ იყოს ჯეოპარდიდან დაწყებული 2005 წლის მერე სულ მეტნაკლებად ეკრანებზე ჩანვარ და ადრე შეიძლება ეს ჩემზე მოქმედებდა, მაგრამ ახლა ვიცი რომ ამაზე იხარჯება ადამიანი და ამაზე ნერვებს თავისას ასე ვთქვათ კლავიატურაზე
ინელებს და ინეიტრალებს და დაიყოს ასე. აი გარდა შენზე და შენთან დამოკიდებულების, აი ზოგადადაც მაინტერესებს, რაც შენზე კი რაღაც ისეთი რაღაც რა გესმის ხოლმე, რაც აი გაღიზიანებს და მიუღებელია და აი რაღაც პოპულარული აზრი ერთია. არ მაღიზიანებს არაფერი მეცი. სხვადასხვა ხო, მაგრამ რაღაცა იქნება ახლა რა ერთ მითხარი რა. ძალიან კარგად შეუძლიათ ხუმრობა ჩვენს აუდიტორიას და ჩემზეც რომ უხუმრიათ თქვათ, ხო, გამწინებია. კაიები ხო? კაი, მე გურული ვარ ნახევრად რა და იუმორი ჩემთვის ერთ-ერთი გადამრჩენელი ყველაზე ისეთი მაგარი რამეა და ჩემზეც რომ წამიკითხავს რამე ძალიან ისეთი ხა მე რომ გადარეული ვარ ახლა მაგე ხო ჩემთვისაც ნაცნობია. მეც ვიცი რომ გადარეული ვარ გადაცნობია. აქედან გამომდინარე არ ვაბრაზდები, ვეძებ ხოლმე რამე ისეც რაც გამაცინებს და გულიანად ხარხარებ მე. ხო. იმიტომ რომ მართლები არიან ახლა რაღაცა სიტუაციაში მეც ხანდახან ვაფრენ ჩემი მიებიანად ჩიტები დასდიოდნენ გალიები თოსოფელში იცოდა ხოლმე ერთმა ბებომ თქვა. ხო. ნუ ყველა ვაფრენები რაღაც. ასე რომ ვიცი რომ არ ვარ სტანდარტული, ვიცი რომ არ ვარ ყველასთვის მოსაწონი, ვიცი რომ ვიღაცისთვის პირიქით ძალიან გამაღიზიანებელი შეიძლება ვიყო, მაგრამ რაც ვარ ეგ ვარ და არ ვღიზიანდები რა, მართლა გულწრფელად გეტყვი რომ მე ეს ყველაფერი უკვე თან იმასაკში ვარ, რომ ახლა რატომღაც რომ მაღაზე ავარდე. აღარ. მე უფრო მაინტერესებს ხოლმე ჩემი აზრი ჩემ თავზე და შინაგანად ისეთი დიდი კრიტიკოსი მიზის იქ. ისე მაკრიტიკებს ხოლმე მაგდანა შაულის მწხვენია და მაგდანა შაულის მეშინია ხოლმე ყველაზე ძალიან რომ აი მე რას მეტყვის ჩემი თავი რა. ეგ არის. და რას გონდება ხოლმე შენ? ხანდახან ისეთი მკაცრია. პერფექციონისტები ხო იცი? ხო, ყველაფერი 100%-ით. ყველაფერი 100%-ით უნდა იყოს ჩინებულ. ხარისხში და ვიცი ხოლმე თვითგვემაში გადავდივარ, თუმცა ერთ-ერთი მძიმე ჰორმონის მოხმარების გზა არის ეგ, რომ პატერნებში ვართ, რომ ჩვენი თავი დავსაჯოთ, თვითსაბოტაჟში შევიდეთ, დავრთგუნოთ და განვიცადოთ მერე სიმძიმე და ამაზე როგორც დოზა ჩვენი სხეული მიჩვეული არის რა, როგორც მწეველისთვის არის ნიკოტინი, დოზა, ჩვენც ვართ მიჩვეულები, რომ აუცილებლად უნდა რაღაცაზე დავამძიმოთ ჩვენი თავი, დავტუქსოთ, თვითკრიტიკულები ვიყოთ, სარკეში დილას ვეჩხუბოთ. ეს ყველაფერი ჰორმონებია, ამიტომ რაც უფრო რწმენაში შევალთ და ვიმედიტირებთ და ფიქრები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შენი ფიქრები მეტნაკლებად დაასუფთავო, ისე როგორც მყვალ სჭირდება მორწყვა და ვენა სჭირდება გასხლა, ხო? აი აქედანაც ეს სარაველა ბალახები, როგორც ფიქრები უნდა ამოძირკო და თუ რამე ცუდი ფიქრი შემოგივა, ეცადო აბა გადააწერო ამას რამე პოზიტიური ფიქრი, რომ რატო ესე კი არა, იქნებ დაუშვათ, რომ ესეა. ეგ შველის ინჟინერია შინაგანი ფიქრების რა, თუ ხარ რა თქმა უნდა დაკვირვებული ტიპი. ხო, რთულია ნამდვილად, მაგრამ აი როგორ არის იცი? ცუც რო გაიფიქრებ სხვა ადამიანზე. ამის შემდეგ აუცილებლად შენში შემოვა ეს ცუდი ემოციები, ხო? ხო, შეუძლებელია რეაგირება არ მოახდინოს გონებამ ფიქრზე და ისევ შენ თავს იწამლავ და ტოქსიკურ ველში ხარ და მაგ სიხშირით ვერაფერს ვერ მიაღწევ. კვანტური ფიზიკაა ყველაფერი დღეს. საკვებიც მნიშვნელოვანია. რას მივირთმევთ დღის განმავლობაში? მაგასაც თავისი ენდოკრინოლოგიური და ბიოლოგიური დატვირთვა აქვს. ფიქრებიც ჩვენი საკვებია. კი ბატონო. რასაც ვფიქრობთ, ისევ ცხოვრობთ. სხვაზე ცუც გაიფიქრებ, იტყვი, აუცილებლად ამას მოყვება რაღაცა ნეგატიური მოვლენა. ამიტომ უნდა ვიყოთ დაკვირვებულები, რას ვფიქრობთ, ვიზე ვფიქრობთ, რატო გონია ვინმეზე მეტი თავი, რატო გვაძლევთ უფლებას სხვა სულიერ ადამიანზე ცუდი გავიფიქროთ, ეს ყველაფერი მავნებელია ძალიან. ხო, რა, ეგრევე ახდენს გავლენას შენზე. ეგრევე ახდენს გავლენას შენს ენდოკრინოლოგიაზე და იმიტომაც იწყება მერე დაავადებები. ბოლოსკენ მივდივართ, შენც ვიცი რომ გეჩქარება და ესენი და დავაგემოვნოთ. მოდი დავაგემოვნოთ, სიამოვნებით. ესეთი ჩელენჯი მაქვს ბომბარის პირველი ლუკმის ტესტი. შოკოლადია. შოკოლადია. ოღონდ უშაქრო. კი ბატონო. შვენიერი. არჩი რომელიც გინდა, ერთი ჩაკვიჩო და მითხარი მაგალითად რა ასოციაციას. ეს პენკეიკია მაგალითად. მოდი პენკეიკი ვნახოთ. მოდი, ეს რითია? კარამელით მეგონი. ქოქოსიც არის, ხო?
ქოქოსიც არის, აქ ეს ვაფლი მე არის. ტკბილეული ძალიან მიყვარს. ხო, ბომბარი შეგვიძლია შევიძინოთ სპარის ფრესკოს და აგროჰაბის ახლა უკვე თან ევროპროდუქტის ფილიალებშიც. ძალიან გემრიელია. და მსუხეც არის. ხო რაღაცა. აი თქვათ რა წამოიღო რამე რა შეგიძლია შეადა. ფიქრი წამოიღო რომ დღესაც დავარღვიე. ვაი ბოდიში. როგორი ის არის მსველია. ძალიან კაი შოკოლადი აქვს კიდე არა გაქვს. ეს ჯამი როგორ არ მაქვს? ძალიან გემრიელია, მართლა. და ახალ გამომწვარს გავს. ხო, ნაზია და მსუბუქი. კი, ბომბარმა ესეთი სასაჩუქრო ყუთი ნაკაია, და მადლობა. შეგიძლია დააგებნო სხვადასხვა სახეობები. შირიც მინდა რომ გავსინჯოთ. მოდი და ამებს ჩავალოთ. აი ფინიკი მაინტერესებს. ფინიკი მიყვარს მეც ძალიან. ფინიკი ეს არის ხო მე მგონი? ხო, ფინიკი. მეც მიყვარს ფინიკი. თუ ყავა. არა, ეს ფინიკია როგორც ხედავ მეც. აბა. მოდი, მე რამდენი ვჭამე? გავხსნი და ამოიღე. კი, ფინიკია. მომაწოდე. ფინიკის მეც ჭირია. და გავსინჯო. აბა ნახოთ. ფინიკის ჭირი როგორია? კურკიანია. ხო, კურკუნია. ხილათქანი. აჰა. შვენიერია. ფინიკი ხო ეს ყველთან ერთად არის, მე მგონი ძალიან გემრიელია სადღაც ნახე. ძალიან. და გავსინჯო. სპაის შვენიერი მაღაზიაში შეგიძლიათ ფინიკია. შეიძინოთ ეს ჩირეული ექსკლუზიურად. სხვადასხვა სახეობის არის, 4 სახეობის როგორც ვიცი. დოვიდოს ფირმა. ძალიან კაია. ხო. აბა ეს ნახოთ, ხო? მე ეხა ქლიავშიც რო კურკა შემხდოს. არა, მან დაიქნა მე მგონი. ჩადოთ, აბა ნახოთ. აბა. იმედია ქლიავში არ იქნება კურკა. არ მგონი. არა. ეს კაია. არა. ეს მიშევნია. ქლიავი ჯავეროა, ხო? მარა მე მიყვარს ქლიავი. სპარი გადმოგცემს, რა თქმა უნდა, აი ამ ჩირეულს და ვაი, ნაკაია. დიდი მადლობა სპარს. გემოვნე. სასიამოვნო იყო შენთან საუბარი და მედია. მინდა რომ ძალიან კარგად იყო, ბედნიერად და წარმატებულად. დიდი მადლობა აგრეთვე. მადლობა. მაშასე მარინა კანი იყო ჩვენთან ერთად. თქვენ კი გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.